როგორ ძალიანაც არ უნდა გინდოდეს მიაღწიო შენს მიზანს, თუ ტვინს არ აქვს საკმარისი ენერგია გამორიცხულია, ვერაფერს შეძლებ. აი რა ზრდის ტვინის ენერგიას და რა ანადგურებს მას. სწორედ ამაზეა დღევანდელი ეპიზოდი. სადაც გავიგებთ, როგორ მუშაობს მოტივაციის სისტემა ტვინში, თურმე რამდენ რამეს ვაკეთებთ ყოველდღე, რომელიც ანადგურებს ჩვენს ენერგიას და იქვე გავიგებთ ტვინის ხრიქს, როგორ დავიმორჩილოთ ის, რომ მივახციოთ იმას, რაც ჩვენ გვინდა. დამთავარი, თუ შენ ის ხარ, ვისაც ბევრჯერ უცდია მავნეჩვევის გადაჩევა და ბევრჯერ არ გამოსვლია, ჩემსავით ვიდეოს ბოლოს მიხვდები, რომ ის, რაც წარუმატებელი მცდელობა გეგონა, თურმე რამდენად სასარგებლო რამე ყოფილა ტვინისთვის. ხოთა დავიწყეთ. როდესაც საუბრობთ ჩვენი ტვინის ენერგიაზე, საუბრობთ ჰორმონ დოპამინზე, რომელიც გვაძლევს მოტივაციას გავინძრეთ. ის აქვს ყველა ცხოველს, ჩიტს, თევზს, ამფიბიას, მწერს და უმარტივეს ჭიაყელასაც კი. დოპამინი ყველა ამ სახეობას აძლევს გადარჩენის შესაძლებლობას, რადგან აძლევს მოტივაციას იპოვონ საკვები, წყვილი გამრავლებისთვის და გქონდეთ ენერგია გაექცენ აცებელს. აი ცნობილი ექსპერიმენტი დოპამინზე. თაგვებს მოუკლეს დოპამინები ტვინში და დაუდეს წინ საჭმელი. თაგვები მაინც სიამოვნებით მიირთმევდნენ, მაგრამ როგორც კი ეს საკვები გაწიეს 15 სანტიმეტრით იგით, თაგვები არ ინძრეოდნენ, არ ჰქონდათ მოტივაცია მისულიყვნენ თავიანთ საჭმელამდე და შიმშილით კვდებოდნენ. ასეა თუ არ გვაქვს ტვინში დოპამინი, როგორი სასიამოვნოც არ უნდა იყოს მიზანი, ვერაფრით მივახცევთ. ამიტომ მინდა და მაქვს მოტივაცია ორი განსხვავებული რამეა და ფრთიანი ფრაზა თუ ძალიან გინდა აუცილებლად გამოგივა, არც თუ ისე სწორია. საჭიროა რომ სურვილი გქონდეს, მაგრამ ამავე დროს საჭიროა გქონდეს საკმარისი რაოდენობის დოპამინი. ამაზე პირველი რეაქცია მითხარით როგორ გავზარდო დოპამინის რაოდენობა ტვინში. ამას აუცილებლად გეტყვით ვიდეოს ბოლოს, რა ნატურალური საშუალებები და აქტივობები ზრდის დოპამინს, მაგრამ მანამდე უნდა გავიგოთ როგორ მუშაობს ეს დოპამინის სისტემა, იმიტომ რომ როცა გაიგებ, შეიძლება საერთოდ აღარ მოგინდეს გაზარდო შენი დოპამინების რაოდენობა. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ბაზისური რაოდენობა დოპამინების ტვინში. ზოგს უფრო მაღალი, რომ გინახავთ ძალიან ენერგიული ადამიანები, ზოგს უფრო დაბალი, ეს დამოკიდებულია ჩვენს გენეტიკაზე და ადრეული ბავშვების გამოცდილებაზე. როდესაც რაღაცა გვინდა, სულ ერთი არა, უმარტივესი რამეც კი გვინდა, საჭმელი შეუკვეთოთ, გვინდა ვინმეს ჩავეხუტოთ, გვინდა ვინმე მოვიკითხოთ. ამ დროს დოპამინის რაოდენობა ადის ზევით და პიკს აღწევს მაშინ, როცა ჩვენ მიზანს მივახცევთ, ანუ მივიღებთ იმ ჯილდოს. და როგორც კი ამ ჯილდოს ვიღებთ, იმავე წამს დოპამინის რაოდენობა მკვეთრად ქვევით ეცემა და ნორმალურ რაოდენობას კი არ უბრუნდება, ჩამოდის იმაზე ქვევით. რაც უფრო მეტად აიწია დოპამინის დოზამ უცებ ტვინში, ანუ რაც უფრო სასიამოვნო რამეს მივახციეთ, მით უფრო ქვევით ჩამოდის მერე დოპამინის რაოდენობა და ჭირდება დრო რომ აღდგეს და დაუბრუნდეს თავის ნორმას. როგორც ფული, რაც უფრო მეტს დახარჯავ, მით უფრო ნაკლები გაქვს, სანამდე ახალი შემოსავალი არ მოგივა. აი თუ შეგიმჩნევიათ რაღაცა ძალიან დიდ მიზანს თუ მიაღწევ, ძალიან სასიხარულოს, მერე ახლავს ხოლმე რაღაც სიცარიელის განცდა. ეს სწორედ დოპამინის ნაკლებობაა, სანამ აღიდგენს თავის რესურსს. ასე დროს, როცა დოპამინი ნაკლები გვაქვს, რაც საკმაოდ ნეგატიური ემოცია არის ჩვენი სხეულისთვის, ხომ შეგვიძლია რომ გარედან შევიყვანოთ დოპამინები და ავწიოთ დოპამინების რაოდენობა? კი, შეიძლება, მაგრამ სამწუხაროდ ნელ-ნელა ეს შეუძლებელი და შეუძლებელი ხდება. რაც უფრო მეტ დოპამინს აძლევ ტვინს, მით უფრო ნაკლები და ნაკლები გაქვთ დროთა განმავლობაში. პარადოქსულია, ხო? მაგრამ აი ნახე რატომ. როგორ ხდება ტვინში დოპამინი? როგორ და დოპამინის ნეირონები, ანუ ტვინის უჯრედები, ოღონდ სპეციალურად დოპამინის გამკეთებელი უჯრედები, აკეთებენ დოპამინს და უჯრედის გარეთ უშვებენ. ეს გარეთ გამოსული დოპამინები სადღაც ხომ უნდა წავიდნენ, უნდა შევიდნენ შემდეგ უჯრედში, შემდეგ ნეირონში და ისინი აანთონ. თუ არ გინახავთ ნეირონებზე ვიდეო, აუცილებლად ნახეთ, კიდევ უფრო გასაგები იქნება, ეხლა რაზე ვსაუბრობ. მაგრამ როგორ უნდა შევიდნენ სხვა უჯრედებში ეს დოპამინები? როგორ და იმათმა უნდა გაუღონ კარი, არ ხუმრობ, ბუკვალურად უნდა დაახვედრონ კარი და აი ამათ გვიათ დოპამინის რეცეპტორები. და აი ეს არის დოპამინის ბნელი მხარე. როდესაც ძალიან ბევრი დოპამინია ტვინში, რეცეპტორები კვდებიან და კვდებიან, კეტავენ კარებს და თუ არ შევიდა დოპამინი შემდეგ ნეირონში, მის იქ არსებობას აზრი არ აქვს. უკან წაიღებს ის ნეირონი, რომელმაც გააკეთა, ან მოვლენ პროტეინები და დაშლიან. ესე იგი, რაც უფრო ხშირად ჩვენ წევთ ჩვენი დოპამინის რაოდენობას მკვეთრად, მით უფრო ნელ-ნელა კვდებიან ჩვენი რეცეპტორები და ესე იგი უფრო ნაკლები და ნაკლები დოპამინი ტრიალებს ჩვენი ტვინის სისტემაში. რატომ დაგვსაჯა ასე ბუნებამ? ხომ შეიძლება უსასრულოდ გაგვეზარდა ჩვენი ენერგია. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბუნება მოწყობილია ისე, რომ ჩვენი სხეული მუდმივად დააბრუნოს თავის ნორმალურ მდგომარეობაში. აგვეწია სიცხე, დაგვიწიოს,
ჩქარდა პულსი და სულ თქვა შეანელოს. ეს არის ჩვენი გადარჩენა. და როდესაც ძალიან ბევრი დოპამინია ტვინში, ტვინისთვის სიგნალია, რომ რაღაცა არ არის ნორმალურად. ამიტომაც კეტავს და კეტავს კარებს, ანუ აგვარებს რეცეპტორებს. და რა წევს ძალიან მაღლა დოპამინს ტვინში? კაზინო, თამაშები, ნარკოტიკები, კალორიული საჭმელი, ალკოჰოლი, პორნოგრაფია, სოციალური ქსელები. ესე იგი, ყველაფერი ის, რაც ადამიანმა მოიგონა და ყველაფერი ის, რასაც მაღალი აქვს რისკი გაგხადოს დამოკიდებული. სწორედ ეს მუდმივად ძალიან მაღალი რაოდენობის დოპამინები ტვინში მერე იწვევს დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ეს ძალიან ვრცელი თემა, ამაზე ცალკე ვიდეოს გავაკეთებ, მაგრამ რომც არ გქონდეს კლინიკური დამოკიდებულება ჩამოყალიბებული, თუ მუდმივად ტვინში დოპამინის რაოდენობა მკვეთრად ადის და ჩამოდის ქვევით, შენი დოპამინური სისტემა ნელ-ნელა ზიანდება, ანუ რეცეპტორები გვტებიან და საბოლოო ჯამში უფრო და უფრო მეტი დოპამინი გჭირდება იმისთვის, რომ ნორმალურად იგრძნო თავი. მაგრამ პრობლემური ის არის, რომ ისიც კი რაც ჩვენს კულტურაში ძალიან ტაშდაკრულია, ისიც ანადგურებს ჩვენს დოპამინურ სისტემას. მუდმივად კარგი ნიშნები, წარმატება სამსახურში, გამარჯვება სპორტში, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ თუ მარტო მიზანზე ორიენტირებული ხარ, ხდება ის, რომ შენი დოპამინის რაოდენობა მხოლოდ მაშინ ადის ძალიან მკვეთრად და ძალიან მაღლა, როცა მიზანს აღწევ და სხვა დროს შენი დოპამინების რაოდენობა ტვინში ძალიან ნაკლებია და ამიტომაც შენ მუდმივად ცდილობ რაღაცა ახალს მიაღწიო, რომ აღიდგინო შენი დოპამინის რაოდენობა. ესეთი არაჩვეულებრივი ექსპერიმენტი ჩაატარეს ბავშვებში. საბავშვო ბაღში აკვირდებოდნენ იმ ბავშვებს, რომლებსაც ძალიან უყვარდათ ხატვა. და დაყვეს ეს ბავშვები ორ ჯგუფად. ერთ ჯგუფს ეუბნებოდნენ, რომ ყველა ნახატზე ისინი მიიღებდნენ რაღაც ჯილდოს, რაღაც ლამაზ ვარსკვლავს, გულს, პატარა სათამაშოს. მეორე ჯგუფს საერთოდ არ ეუბნებოდნენ არაფერს. დროთა განმავლობაში ის ბავშვები, რომლებიც ჯილდოს ელოდებოდნენ, უფრო და უფრო ნაკლებს ხატავდნენ და ბოლოს საერთოდ გადაუყვარდათ ხატვა. და ის ჯგუფი, რომელიც საერთოდ არანაირ ჯილდოს არ იღებდა თავისი საყვარელი საქმიანობის კეთებისას, ისინი კვლავ იგივე შემართებით და ხალისით აგრძელებდნენ ხატვას. ანუ ამ ყველაფერმა აჩვენა ის, რომ ჩვენ мотивაციას ვაკეთოთ რაღაცეები ძალიან ხშირად კლავს გარე ჯილდოები. იმიტომ რომ დოპამინის სისტემა მერე რეაგირებს მხოლოდ ჯილდოზე და ის პროცესი, რომელმაც უნდა მიგიყვანოს იმ ჯილდომდე, საკმაოდ უსიამოვნე ხდება ტვინისთვის. მას იმავე წამს უნდა ის მაღალი დოპამინი, რომელიც ჯილდოს მოაქვს. გამოსავალი რა არის? არ გვინდოდეს ჯილდოები და არ გქონდეს მიზნები? რა თქმა უნდა, ეს არ არის გამოსავალი. თავარია ჩვენ გადავაწყოთ ჩვენი სამოტივაციო სისტემა ისე, რომ ის პროცესშიც რეაგირებდეს, ანუ დოპამინებს გვაძლევდეს მაშინ, როდესაც ამ მიზნის გზაზე ვართ. და ეს აბსოლუტურად შესაძლებელია. აი როგორ ჩვენი მიზანი უნდა იყოს თვითონ მცდელობაც. რა თქმა უნდა, ის მიზნები, დიდი მიზნები მაინც გვექნება, მაგრამ მცდელობა უკვე უნდა იყოს ჩვენთვის ჯილდო. აი ძალიან მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს სრულიად შესაძლებელია და არის ერთადერთი სწორი გზა რეალურად მივაღწიოთ მიზნებს. ბავშვები დაყვეს ორ ჯგუფად. ორივე ჯგუფს უნდა ამოეხსნა ერთნაირი ტიპის ამოცანები და ორივე ჯგუფში იყვნენ ერთნაირი უნარების ბავშვები. პირველ ჯგუფში, როდესაც ბავშვები ამოცანას ამოხსნიდნენ, ასე აქებდნენ: რაჭკვიანი ხარ, ნიჭიერი, მაგარი. მეორე ჯგუფში სულ სხვანაირად აქებდნენ. რა კარგი მცდელობა იყო, როგორ გულმოდგინედ კითხულობდი, როგორ აკვირდებოდი ყველაფერს. ყოჩახ, ანუ ერთ ჯგუფს აქებდნენ იდენტობის გამსაზღვრელი სიტყვებით და მეორე ჯგუფს აქებდნენ იმის გამო, რომ ისინი ცდილობდნენ. და იცით რა მოხდა? პირველმა ჯგუფმა გაცილებით ნაკლები ქულა მიიღო. იმიტომ რომ როცა რთულდებოდა ამოცანა, მალე ანებებდნენ თავს. მათ ეშინოდა არ დაეკარგათ ეს შეფასება, რომ ჭკვიანები და მაგრები იყვნენ. და ის ჯგუფი, რომლებსაც შექება ჰქონდათ მცდელობის გამო, აგრძელებდნენ მუშაობას და გაცილებით მაღალ შედეგებს დებდნენ. და ეს საინტერესო კიდევ ის არის, რომ როდესაც მე ამ ბავშვებს ყველას თანდასწრებით ეკითხებოდნენ, შენ რა ნიშანი მიიღეო და რამდენი ამოცანა ამოხსენიო, ის ჯგუფი, რომელსაც აქებდნენ აი ამ იდენტობის გამსაზღვრელი სახელებით, კარგი ხარ, ჭკვიანი ხარ, ის ჯგუფი იტყუებოდა ხშირად და იმაზე მაღალ ქულას ამბობდა, ვიდრე მიიღო. ხოლო ისინი, ვინცაც მცდელობის გამო აქებდნენ, ძალიან გულწრფელად ამბობდნენ თავიანთ ნიშნებს, რომელიც ისედაც უფრო მაღალი იყო. ასეთი მრავალი კვლევა ჩატარდა და დადასტურდა, რომ თუ ბავშვებს აქებენ მცდელობისთვის, ისინი გაცილებით უფრო ხშირად აღწევენ თავიანთ მიზანს, იმიტომ რომ არ ნებდებიან და მათთვის მცდელობა უკვე არის ჯილდო. სამწუხაროდ, მე არ გავზრდილვარ ესეთ გარემოში და რომ გავზრდილიყავი, მჯერა რომ გაცილებით მეტ შევძლებდი ცხოვრებაში, იმიტომ რომ არ შემეშინდებოდა მეცადა ის, რაც იდეალურად არ გამომივიდოდა. მაგრამ საბედნიეროდ დღეს ჩვენ ვართ ჩვენი
ტვინის მშობლები და როგორც იმ ბავშვებს ასწავლიდნენ, რომ ცდელობა იყო კარგი, ასე ვასწავლოთ ჩვენს ტვინს და ეს როგორ უნდა გავაკეთოთ პრაქტიკაში. როგორ და როცა ახალ რაღაცას ვაკეთებთ და გვეზარება, გაგვახსენდეს და იმ პროცესში ჩვენ თავს უთხრათ, რომ ვა, ყოჩახ, აი გეზარება და მაინც აკეთებ. ვა, კიდევ ერთხელ ცადე? აი უკვე მეოთხე დღეა ცდილობ. ბრავო! და ნელ-ნელა ტვინი დაიმახსოვრებს, რომ შენ ეს მცდელობაც კი სიამოვნებს და ამაზე გამოგიმუშავებს მეტ დოპამინს. და ნელ-ნელა ეს რაოდენობა გაიზრდება და გაიზრდება, იმიტომ რომ ყველა მცდელობა შენი ტვინისთვის იქნება აღქმული როგორც მიზანი, როგორც ჯილდო. თუმცა არ გამოვა ეს თუ ერთი მნიშვნელოვანი რამე არ გავაკეთეთ და ამას ქვია დოპამინ დეტოქსი. სანამდე დაიწყებ ახალ აქტივობას, რომელიც ბუნებრივად გეზარება და გირჩევნი არ აკეთებდე, მაგრამ გინდა რომ ჩვევად გაიჭინო, ძალიან კარგი იქნება თუ 30 წუთით ადრე და მერე შენ არ გააკეთებ არაფერ ისეც, რაც მაღალ დოპამინურია შენთვის. ანუ რაც შენთვის ძალიან სასიამოვნოა. მაგალითად თუ ძალიან გიყვარს ინტერნეტში ძრომიალი სკროლვა, ყურება ფილმების, არ უყურო ფილმს 30 წუთის განმავლობაში, სანამდე დაიწყებ ახალ აქტივობას. მაგალითად ვარჯიში, კითხვა, მედიტაცია, სეირნობა, რომელი ახალი ჩვევის გამომუშავებაც არ უნდა გინდოდეს და არ გააკეთო იგივე აქტივობა 30 წუთის განმავლობაში, როცა მორჩები. რატომ? იმიტომ რომ ახლა როგორც გავიგეთ, მაღალ დოპამინურ აქტივობაზე დოპამინი მაღლა ადის და როცა მას მორჩები, დოპამინი ძალიან ქვევით ჩამოვა. სანამდე რესურს აღიდგენს, შენ გექნება ნაკლები ენერგია და ის ახალი აქტივობა ისედაც ეზარება კიდევ უფრო ნაკლებ დოპამინზე. ტვინისთვის ის აქტივობა კიდევ უფრო არასასურველი გახდება და გაგიჭირდება ის აქტივობები ხალისით აკეთო. ეს 30 წუთიანი დეტოქსი მანამდე და მერე არის რეალურად გარანტია იმისი, რომ პროცესში შენ გაცილებით მეტი ენერგია გექნება. თუმცა 30 წუთიან დეტოქსზე მაგარი, რა თქმა უნდა, არის, როდესაც შენ აკეთებ უფრო დიდხნიან, ორკვირიან ან ერთვიან დეტოქს აი ამ დოპამინური აქტივობებისაგან. როგორ მუშაობს დოპამინის დეტოქსი? ჩვენ ვირჩევთ იმ აქტივობას, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მეტი დოპამინის მომცემი, ანუ ყველაზე მეტად გვსიამოვნებს, მაგალითად ფილმები, პორნოგრაფია, სოციალური ქსელები, კომპიუტერული თამაშები, ალკოჰოლი, მაღალკალორიული საჭმელი, შოპინგი და ერთი თვის განმავლობაში, ან 2 კვირის განმავლობაში მაინც ამ აქტივობაზე ვამბობთ უარს. რა თქმა უნდა, დოპამინ დეტოქსი უნდა გააკეთოს იმ ადამიანმა, ვისაც არ აქვს დამოკიდებულება ჩამოყალიბებული ამ აქტივობის ან ნივთიერების მიმართ. თუ არ არის დამოკიდებულება ჩამოყალიბებული და დიდ სიამოვნებას გვანიჭებს, მასზე 2 კვირით ან 1 თვით უარის თქმა არც ის რთულია, მაგრამ ტვინისთვის არის საოცარი დეტოქსი. დოპამინური სისტემა იწყებს გაჯანსაღებას და მერე გაცილებით უფრო მეტად სიამოვნებს ისეთი პატარ-პატარა აქტივობები, რასაც ხალისი დაკარგული ქონდა. და ახლა, როდესაც გავიგეთ დოპამინის დეტოქსზე, ალბათ მიხვდით, რომ ყველა თქვენი მცდელობა გადაჩვეულიყავით მავნე ჩვევას, რომელიც შეიძლება წარუმატებლად დამთავრდა, აღმოჩნდა, რომ ყოფილა ტვინის დეტოქსი. ანუ თითო დღე, როდესაც არ აკეთე ის მაღალ დოპამინური აქტივობა, იყო სასარგებლო შენი ტვინისთვის. და თუ ასე შეხედავ შენს მომდევნო მცდელობებსაც, კიდევ უფრო მეტი мотиваცია გექნება ხშირად და ხშირად ცადო. არაუშავს თუ საბოლოოდ ვერ დაანებებ თავს. ყველა ის ინტერვალი, როდესაც შენ არ აკეთებდი, არ იმეორებდი იმავნე ჩვევას, ყველა იყო შენი ტვინის დეტოქსი. და ასე შევხედოთ მომავალ მცდელობებსაც. და მოდი ახლა თუ გინდა ერთად გავაკეთოთ ესეთი ორკვირიანი ჩელენჯი, გამოწვევა და 2 კვირის განმავლობაში ვთქვათ უარი ჩვენ საყვარელ აქტივობაზე. ერთზე, არა ყველაზე. მაგალითად, მე ეხლა პირობას ვდებ, 6 მაისია, არ ვიცი შენ როდის უყურებ, რომ აქედან 2 კვირის განმავლობაში არც ერთხელ არ ვითამაშებ ჭადრაკს ტელეფონში. ეს არის ჩემი საყვარელი აქტივობა და როგორც კი ვისტრესები, იმავე წამს ვიღებ ტელეფონს და ვიწყებ ჭადრაკის თამაშს და საოცარი დოპამინური აქტივობა მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ჭადრაკი კარგია, ხო? მაგრამ ზუსტად იგივე არის, სულ გამარჯვება, სულ ამ გამარჯვების დოპამინები და დამარცხებაზე დოპამინების ქვევით დაწევა, რომელიც საზიანოა საბოლოო ჯამში დოპამინური სისტემისთვის. აი მე ამაზე ვიტყვი უარს, შენ რაზე იტყვი უარს? და მე ვნახოთ რა გამოგვივა და შეგიძლიათ მე კომენტარებში მომწეროთ თუ დაიწყებთ ამ გამოწვევას. ისე იმდენი ვილაპარაკე, რაც სუდია დოპამინების სწრაფი აწევაო, რომ ახლა უხერხულია გთხოვოთ, გამოიწეროთ ეს არხი და მოიწონოთ ეს ვიდეო. მაგრამ აუცილებლად მაინც უნდა ვთქვა, იმიტომ რომ დავაკვირდი, რომ როცა არ მომობ, გაცილებით ნაკლები ადამიანი წერს კომენტარს და აზიარებს და შესაბამისად მე ნაკლები ადამიანი ნახულობს. და თუ თვლი რომ ეს ვიდეო იმსახურებს იმას, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს, მაშინ დამიწერე კომენტარი, მოიწონე და გააზიარე ეს ვიდეო. ძალიან დიდი მადლობა წინასწარ.
მაგრამ ალბათ ახლა ყველას გაინტერესებთ მაინც რა ზრდის დოპამინებს ნორმის ფარგლებში. რა თქმა უნდა, არსებობს ჯანსაღი საშუალებები ავწიოთ დოპამინის რაოდენობა და განსაკუთრებით შეიძლება ეს გამოგვადგეს მაშინ, თუ გვინდა ახალი ჩვევა გამოვიმუშაოთ. არ გვაწყენდა დამატებითი ენერგია ასეთ დროს. პირველი ყველაზე მთავარი დილით, როცა გაიღვიძებ, დაინახე მზეს. მზის სხივები წევენ დოპამინის რაოდენობას. 10 წუთი, 20 წუთი თუ შენ დაყოფ მზეზე, ანუ უბრალოდ აი მანზე გავხვალ და არა აქვს მნიშვნელობა არის თუ არა ღრუბელი, შენ უფრო მეტი დოპამინის რაოდენობა გექნება. შოკოლადი წევს დოპამინს, კოფეინიც წევს დოპამინს, ოღონდ არ გირჩევთ ძალიან ახალ გაღვიძებულზე დალევას, რადგან ჯემთლიანად სისტემა არ არის გაღვიძებული, კოფეინი სწრაფად აღვიძებს სისტემას და ეს ორგანიზმისთვის სტრესია. ჯობია გაღვიძებიდან 40 წუთის შემდეგ მიიღოთ ის პროდუქტები, ჩაი, ყავა, მატე, რომელიც კოფეინს შეიცავს. ასევე არსებობს ასეთი ჯიში ლობიოსი, ხავერდის ლობიოს ეძახიან, მუკუნა პრურიენსი, რომელიც შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რომლისგანაც მერე კეთდება დოპამინი და ისიც საკმაოდ ბუსტავს დოპამინებს. ასევე არსებობს დანამატები, რომლებიც პირდაპირ რეცეპტის გარეშე იყიდება, მაგალითად L-ტაიროსინი, მაგრამ მე არ გირჩევდი დანამატს თუ სამედიცინო აუცილებლობა არ არსებობს. მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ცივი შხაპი დოპამინის რაოდენობას წევს არანორმალურად ზევით 250%-ით. მაშინ როცა სექსი დაახლოებით 100%-ით. და ეს აწევა გრძელდება მას შემდეგ, რაც ამთავრებ ცივ შხაპს 3 საათის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ყოველდღე ცივ შხაპს არ გირჩევ და აქ ლაპარაკია ძალიან ცივ შხაპზე, აი შოკის მომგვრელად ცივ შხაპზე და ამას არ გირჩევთ ყოველდღე, მაგრამ პერიოდულად ამის კეთება დამატებითი ენერგიის წყარო არის, ისე რომ ძალიან არ დააზიანებს ჩვენს ტვინს. და ამას გარდა ნებისმიერი რამე რაც გვსიამოვნებს, ჩახუტება, ურთიერთობა, მუსიკის მოსმენა, სეირნობა, ბუნებაში ყოფნა, ეს ყველაფერი წევს ჩვენი დოპამინების დოზას ზევით და ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენ ვეცდებით არა ძალიან მაღალი დოპამინების მიღებას ჩვენ ცხოვრებაში, არამედ მუდმივად სტაბილური რაოდენობის შენარჩუნებას, პროცესებით სიამოვნების მიღებას, მცდელობების დაფასებას და მერე მიზნებით, არა გიჟივით, მაგრამ გახარებას, ეს არის ჯანმრთელობის ფორმულა ჩვენი ტვინისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ დოპამინზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის არ არის ერთადერთი წყარო, კარგად ყოფნის პირიქით, ის ხშირად ჩვენი პრობლემების სათავეც ხდება. იმისთვის, რომ თავი კარგად ვიგრძნოთ, ძალიან ბევრი ჰორმონი უნდა იყოს ბალანსში, მათ შორის სეროტონინი, რომელზეც მოგიყვებით შემდეგ ეპიზოდში. შემდეგ სპინამდე.